აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლევან გალუბლიშვილმა დატოვა. გიორგი ჯინჭარაძე დღემდე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სისტემაში დიდი ხანი გამოცდილება მიღებული, შესაბამისად იგივე წამსით ვარ დღეს აქ და შევეცდები ძალღონე, რომ ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენი დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენ დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ არსებული რესურსების პარკლებში. დევნილ საზოგადოებაში რამდენი პრობლემაა და ყველაფერ ამაზე დღეს იყო აქ ძალიან სერიოზული საქმიანი საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა ყველა იმ შენიშვნას, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის დეპუტატების მიერ გაცემული, იქნება გათვალისწინებული და მუშაობა წარიმართება სწორედ აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად.